წინა ეპიზოდი დასრულდა იმით, რომ გავაკეთეთ მოჭიმული იატაკი და იატაკის სამუშაოები დავასრულეთ. კი, ყველანაირი იატაკის სამუშაო დასრულდა. შეშარა. ხოლო ამ ეპიზოდში მოგიყვებით რას ვაკეთებთ ჭერზე. პირველ რიგში გავაკეთეთ სხვენი, რომლის ნაწილები წამოვიღეთ დომინოდან. და ახლა უკვე გადავედით გიფსოს ნაწილზე. ხელოსანი მოვიყვანეთ ზუსტად ის, ვინც ჩვენი ბინა გააკეთა. ზოგადად ყველა იმ ხელოსანმა, რომელმაც დაგვამახსოვრა თავი წინა ბინიდან, აქაც მოვიყვანეთ. რა თქმა უნდა, ამ ვლოგში ნახავთ ცხოვრებისეულ კადრებსაც, დასვენებებსაც, გართობასაც, მეგობრებსაც და ასე შემდეგ. დღეს არის დღე, როცა ჩატის იქით შევიკრიბეთ მეგობრები. თელი ზაფხული გეგმავთ ამ შეხვედრას და როგორც იქნა შევიკრიბეთ. და ამ შეკრების მიზეზი არის მარიამი. კომენტარებში ყველა წარმატებები დაუწერეთ მარიამს. გონია რომ საუკეთესო გამოსამშვიდობებელი ფორმა მოიფიქრა გვანცამს სახინგლეში მოსვლით და ხინკლით. 10 წლიანი მეგობრობის მერე პირველად გავიგე რომ მარიამი ქალაქურ ხინკალს ჭამს და არა მთიულს და კიდე კაი მიდის. და ზემოდან პილპილსაც ხომ არ აყრის. ძმარს. არის გემოებს გიხსნის მაგრამ გემოს კი არ გიხსნის. გაშუჭებული ხორცის გემოს მალავს. ის გაიმეორე თვალე. ეს ერთად ხა გვანცაც იქნება და მე შენ. ეგ ძალითკენი თუ არა შემთხვევით. ჩვენ დავადგინეთ ცოტა ხნის წინ, როცა ელენის არქივს ჩავხედეთ, რომ ელენე ჩვენზე ძალდოდა. აი ეს ბილად და ჩვენს მოას ვაიმე, თქვენი სურვილი იყო სურათები რომ გადამეღო. ფოტოები იყო დამბლარე. ხათაშორზე ეგ იყო ჩემი განვითარების წადია, მაშინ სწავლობდი ბევრ რაღაცას და ესენი იყვნენ ჩემი ცელი ობიექტები. მარიამ დაიწყე ვიდი. ეს როლე ევა. გოგო წესია და ეს როლე ევა, შენ გააკეთე მარიამ. მასაპო. ახტი შენ ევა, ესაპო. ახტი. არის რიჩერდა. ევა, მალე გაიყიდა დასვალდა ბავშვი. მე უკვე რაც გადამიღე, მან დახვეწილი და ძალიან თესლი ფოტოები. თესლს ვერ ჩავს. ღირს შესანიშნავი. შავ ლაქებს ნუ მიხსენებ ცხოვრებია პირიქით ისე დაასრულე რომ ამდენი წელი ერთად მოვდივართ უკვე იმ ეტაპზე ვარ რომ შენ შვილი გააჩინე ზოგი გავთხოვდით ზოგი დავშორდი მე იცინას ვიტყვი ევა თავისუფალია მარიამიც თავისუფალია გვანცა და მე დაკავებულები ვარ და ასე შემდეგ გვანცას შვილი ყავს და ასე ელენეს ცრუ შვილი ბობი და ესე არა შვილი მეც მყავს კატანა კითხვა დამისი თავიდან აღარ მახსოვს როგორ მოვედით აქამდე იყო ბევრი დრამა ამ ადამიანებმა თუ არ იციან გეტყვით რომ ელენე ჩემთვის არის დაც, დედაც, მამაც, ბიძაც, ყველაფერი საერთოდ სამყაროში ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მიმიღია. აი მარიამზე ხა ის გამახსენდა რომ აი ყველაზე ცუდად როცა ვიყავი და ყველაზე მეტად რომ მიჭირდა აი ისე იდგა ჩემ გვერდით და ისე ცდილობდა ამ ჩიხური ჩემთვის იმ დროს ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას და პოვნას და ასე შემდეგ რომ მაშინაც გული მიჩუყდებოდა და ეხაც გული მიჩუყდება მაგას რა ვიხსენებ ხობულეთში რო ვიყავით ამან რომ მე მქონდა სახე ახეული აი ხედა ჩვენ არ გვითხრეს რაღაცეები რა და ამდენი დაბრკოლების მიუხედავად ჩვენ მაიწერდად ვართ და იმედი მაქვს შემდეგი ჩვენი 4-ეული შეხვედრა იქნება მარიამთან ახლა კი ხინკლის დროა კარგად მინდა გაგაცნოთ დათა ლინაკოს და ჩემი ყველა ვლოგი აქ უკვე ნანახი ეხლა მოვიდა საჩუქრით. ლინაკო საჩუქა ჰერმიონას ჯოხი. ოღონდ ბროწეულებით და მე ვაჩუკა მელაკუდებით. რა ლამაზია. და ყველაზე მაგარი ისე რომ თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს. სპეციალურად დააძველე? ხო. ნახე თავის ჩასადები რო. მელაკუდებს ხედავთ აქ? ძალიან ლამაზია. მადლობა და. აი მე ეს ჰოგვორტსის ბეჭდით არინა. პატარა უბლის წულის მელაკუდაც მაჩუკა. სვათა შორის დათო აკეთებს ძალიან ლამაზ ნიღბებს და ეხლა დავაწყებინე ვიდეოების გადაღება და გამოიწერეთ ძალიან ნიჭიერია. გაგეწონა? კი, ძალიან გიხდება დახატული ხარ. ეს რაღაცია, გოგო. რა რამაცია, გოგო? თმა შეაფა. მანუ ეგეთი გაგაჩინე. როგორც აზკაი ხოდა. ხვალ არის მამაჩემის დაბადების დღე. მე ხო ვარ 30 წლის. ხოდა მაინტერესებს მამაჩემი რამდენი წლის გახდა? რო კითხოთ მამაჩემს რამდენი წლის გახდა? კი პასუხებთ?
47-ის. ო, 47-ს გვასხობთ უკვე 20 წელი. არა, გაჩერდი გას. ჩემ გამომწერებს რა სეტყვი რა სუსურებ. უყურეთ ელენიკოს გადაცემებს ყო დღეში 7 ჯერ. წინასწარ შევთანხმებულად ამ ტექსტზე მადლობა. დედა ჩემთან წამომწდა რომ გოგრის მხალი მომეწონა თქო და გამიკეთა. დღეს ყურებდი ლინას ვლოგს და ძალიან მომინდა ჩემ სახლშიც რაღაცა წამოსაჯდომი მქონდეს. უბრალოდ ისე იმტვერება ყველაფერი რომ ჯერ მენანება. და აი მართლა წამლად რომ მოგინდეს დაჯდომა მაქსიმუმ ხის პატარა სკამუკაზე დაჯდე. ანუ კომფორტულად ვერ წამოწვევი რა. ჰამაკი ჯერ ვერ გავაბი. ხო და ამ ხეზე წამოვკოტრიალდი. სხვათა შორის ამ ხესთან ძალიან კარგი გეგმები მაქვს, ბევრ რაღაცას უპირებ. მაინც შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. და ალბათ ყველა YouTuber-ისთვის. დალაიქებას არ გთხოვთ ხოლმე არასდროს, იმიტომ რომ არ ვიცი რატო არ გთხოვთ, მაგრამ თუ დაალაიქებთ გამიხარდება, მგონია რომ თუ დაალაიქებთ, მე YouTube ამოუგდებს სხვებსაც, რომ ამდენმა დაალაიქაო და შენც უყურე, იმიტომ რომ სხვებსაც მოეწონათო რა, და ამიტომ დაალაიქეთ. ეხლა როგორ ჩამოვიდე აქედან? აი რო ადიხარ, სად ადიხარ, ხო? აღარ ახარ პატარა. ჰე, გამოიწერე არხი? ბობი კი დღეს იყო გრუმინგზე, ცოტა შევკრიჭე. და მე ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ცოტა ამოისუნთქა. და კოტემ ვერ იცნო, იმიტომ რომ ეხა მოვიდა სახლში. მუთაკა ვინ არის? სამოგიეროდ რა სუფთაა? გორილა. ტრაქზეც არის აპარსული. ბობიკი, რა მგვალი ხარ? თავი და კისერი გაერთიანებული რო გაქვს. ჩემს YouTube-ში გამოჩნდებიან მეგანი, რომელიც პირდაპირ გერმანიიდან ჩამოვიდა. ჩემს YouTube-ში რომ მოხვედრი იყო თავი განათავისა. ივანე ჩემი დებიუტი ელენიკოს არხზე. და პირდაპირ ჯიქია და წავიდე. მარჯა. მაგას ჩავდატვირა. და გაწევი და მოვიწყდა. შიტემსი. ნაცნობი ჯამენტელზებს. ვეცა YouTube-ი რომ როგორ დაგეცეს. დღეს არის 11 სექტემბერი და მე იოანე და ნაცკა მივდივართ ბათუმში. Adblexis-ზე ვართ სპიკერები პანელზე. ძალიან ისე მნიშვნელოვან თემებზე ვაპირებთ რომ ვისაუბროთ. მე და ნაცკა ძალიან ნერვიულობთ, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის. დღეს 6 საათზე გვაქვს გამოსვლა. ახლა დაახლოებით 1 საათში ჩავალთ, გავემზადებით და იმედი მაქვს პატარაზე შეგაჭყიდებთ მაინც წესით ეს 3 დღე ძალიან დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან ახლობელ ადამიანებთან ერთად გავატარებთ და ძალიან ბევრ კარგ რაღაცასაც მოვისმენთ. თემატიკა არის პროტესტზე და დღევანდელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ასე რომ ძალიან მიხარია ამ ყველაფრის ნაწილი რო ვარ. ესე ფართხაბურ დიდი ხანი არ გამზადებულ ვართ, თან ორივე ვართ, აი ძალიან ორგანიზებულები, ყველაფერი დროში უნდა ჩაგვეტიოს. შპოთი რო გვაქვს დაგვიანებას და ასე შემდეგ და 1 საათში გვაქვს სპიჩი. და რეპეტიცია უნდა ქონოდა 4-ზე და ეხა უკვე 6 დაიწყო. ხო? იოს ბრალი. იომ გამოგვიყვანა გვიან. მეტირება ინგლისურად რო გვაქვს სპიჩი. ჩვენი პანელის წამყვანი ნათია თოქსი ძალიან ღელავს და რო ღელავს მე მაგაზე ვღელავ. Please welcome our 4 wonderful creators, Eleniko Rukhadze or Foxy Eleniko, graphic designer turned content creator, very loud and proud voice in our very shaky political situation that we have that we are aware of. Hello. Ioane Romanadze, also Ioane. Collaborative content creator who uses this platform to kind of amplify those who don't have a voice, so to speak. Also a good example to follow. Natia Mezrishvili, or Save Natska, former public servant, office worker, TV host, a big experience, always speaks about important events. And our today's panel will be moderated
by Nadia Gwazawa, or Nadia Talks. Also, a documentarian who showcases fight for freedom and justice and things that we all really care about. Welcome, hello, please enjoy. Hi. Before you continue, can we see the video, please? Yeah, we can share the Let's first see the video that made you famous. It is very cringy. Yeah, it is. I know it is. პირველივე დღეს მიწოვლები ვართ ვახშამზე. სამწუხაროდ სვიჩი ვერ გადავიღე. ნაცკას ოსმო რო ჩამოვარდა, შემეშინდა რომ ჩემიც არ ჩამოვარდნილი იყო და გავთიშე და ძალიან ნანობი, იმიტომ რომ არანაირი კადრი არ გვაქვს ჩვენი გამოსულიდან. მაგრამ მერწმუნეთ რომ კარგი იყო, ძალიან კმაყოფილები ვართ, კარგად ვისაუბრეთ, კარგად ჩაიარა და სულ ტყუილად ნერვიულობდით. ამის მერე არის after party. ჩემი ასის მეტანაცკას მაგრა გვეზარება. მიასი ჩვენ ვიძინებთ. არა, წავიდეთ დავხედოთ. ცოტა ხანი ვიღოთ ვერ წამოვიდეთ. ხო უნდა ვიცოდეთ რას დავაკვირდებით. არ იქნება after party-ის კადრები, იმიტომ რომ გაწვიმდა და ერთი სულიერი უკვე პიჟამაში დატანტალებს. გამარჯობა. შვიდობა. ეს არის ცრუგანგაში ანუ არ ჩამოვიდეთ. კარგით, მადლობა, შვიდობია. ჩვენ ხო პირველი რაც ხელში მოხვდა ჩავიცვით და გავედით და ვიღაცები უკვე საათით ფეხსაცვლით იყვნენ გარეთ. უნივერსიტეტი რაც დავამთავრე გავიდა 10 წელი და 10 წლის მერე ვნახე ჩემი კურსელები. მას რას გვისურვებთ? მე ჩემოსიხავდი. წამი აღიარეთ რომ 10 წლის წინაც უნივერსიტეტშიც ვიღებდი ესე ვლოგებს. ეხა კარგად უყურებთ? მამსერობა უკვე ქონა თავიდან. რაღაცა რა შემოანალიზებდი კლასში და ჰოლში და ელენ რა წელი გავიდა და მაშინ როგორც გქონდა თმები. ეხაც ეგრე იყო. ჩვენი საავტორო მუსიკა უნდა შევქმნათ ახლა ჩვენთვის სასურველი ჟანრით, სიტყვებით და ქოვერით. მე რა თქმა უნდა დავწერე მელაკუდაზე, იქნება პოპი და სიტყვები არის მელაკუდა, ტყე, სოფელი, სელფი, ტიკტოკი და ბათუმი. ახლა მოგასმენინებთ იდეალურ სიმღერას მელაკუდაზე და ტყეზე. მელაკუდა ტყეში, ბილიგზე დგას, ზისივი ეთამაშება, კარი ურხევს, სამი გადავიღე, სამი დავიჭირე, ბუნების პონზე გავიღიმე. მაინც ვერ წაიკითხა, ციგნის ეგეთია. დაწერა, მაგრამ ვერ წაიკითხა. გაჩერდი! ნახერა დაუწერე სოფლიოში სოფლიო კრეატორი. აუ შოთა მადლობა. წაგაკითხო? მომიყევი რომ წაიკითხა. აქ კიდე ვიცით ვინ არის? ბაქური არის სტენდა დგას ესე თავისთვის. ნინა მოინატრა ჩემ გავამწერე. როგორ ხარ? რა შევიდა მე? რა შევიდა? გუშინ ვიყავი მე სპიკერი და ქეთამ გულშემატკივრობდა და დღეს არის ქეთა და ქეთა ძალიან ღელავს და მე დავუცხრა რომ არაფერი სადარდებელი არ არის. ამდენი ადამიანი გამოდიხართ ქეთა რო ჩავხედე. 4 კაცი გამოდივართ ჯერ ერთი და არავინ არ გვისმენს. მე მეორე. რატო არ გისმენთ? აუ რავი მე მაგით ვიმხნევებ თავს რომ აი ქეთა არა პირიქით ყველა გისმენთ და ყველა გასაპორტებ. მიხარია იმედია ეს ნერვიულობა გადამივლის როგორც კი სცენაზე ავალ და ინგლისურად დაბიწყებ ლაპარაკს. რა უცებ მოვიდა ხვდები? აი მე რაზე. 30 წუთი ვიარეთ ველოსიპედით. რომ აი ზუსტად წამის მიასედები დაგვეჭირა თვითფრინავის ჩამოსვლის და აი რომ დავჯექი და კამერა ამოვიღე, მაშინ ჩამოიქროლა. აფრენა მაინც ნახე ბოლომდე. დღეს არის Netflix-ის ბოლო დღე და სანამ დაჯილდოება დაიწყება, მოვედით დაფნაში რომ ჭამოთ.
იმიტომ რომ მთელი დღე მე და ანა კალორიებს ვწევთ. ველოსიპედით. ყველა ქალაქში მაქვს ერთი საჭმელი, რის გამოც შეიძლება თბილისიდან ჩავიდე. მაგალითად ქუთაისში არის დოლი და იქ არსებული პური, რომელსაც აქვს სეზამის მარცვლები მოყრილი და არის დაბრაწული. ბათუმ შეიძლება ჩამოვიდე გოგრის ფხალის გამო, აი ისე მიყვარს, რომ აი გიждები. ახლა რომ მოვა გაჩვენებთ. მართლა ყველაზე კარგი ფხალია რაც კი არის. თელი ვახშამია ვამბობთ, რომ აი გოგრის ფხალს რა ჭირს, რატო არ არის ისეთი. შევაფასეთ მერე პერსონალთან, გვეუბნება რომ სტაბილოსი არისო. რას ვიზამთ ახლა გოგრის სეზონი რო არ არის, რას ვიზამში? გაყინული ვერ ეკნებათ გოგრა და. ახლა მიმდინარეობს დაჯილდოება. ძალიან საინტერესოა ყოფნა. ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ის კონტენტი, რომელსაც დროს უთმობდი, რომლის გამო შემეძლო რომ ბედნიერი გამხდარი ყავი საერთოდ და აი რაღაცა დღის 1 საათით თუნდაც დამერთო რამდენიმე კონტენტ კრეატორისთვის და მაგათი ნახვის საშუალებაც რომ მქონდა, ძალიან ბედნიერი გავხდი. შენ და თათო ქარჩავა იყავით ერთ-ერთი TikTok-ზე. მაიმე, რაც მინდოდა შენი შეხსენება ჩემო ელენიკო, მართლა როცა ანუ საქართველოში TikTok-ი პოპულარული ხდებოდა, ალბათ ორი კრეატორი იყო მაშინ TikTok-ის, რომელსაც საერთოდ შეიძლებოდა რომ ადამიანს დაგეფოლოვებინა და ერთ-ერთი იყო რა თქმა უნდა ელენიკო და მეორე იყო თათო ქარჩავა. ჩამოვედი თუ არა ბათუმიდან, კოტე მეგრევე სახლის საქმეები დამახვედრა და გამოვედით დომინოში. ხის მასალები უნდა შევარჩიოთ, იმიტომ რომ მოჭიმული ატაკს მოურჩით და ეხა უკვე ვიწყებთ სხვენის მოწყობას. თან დაგათვალიერებინებთ ისეთ რაღაცებს, რაც გვინდა რომ სამომავლოდ შევიძინოთ. მათ შორის ესეც. მათ შორის არის ეს ხელოვნური ბალახი, ამას დავაგებთ იქ სადაც მიწაც გვეზარება ხრეშიც და ბალახიც. მოკეთ ჩემრემოც რომ მოვჩები, მინდა ჩემებისთვის აბაზანა განვაახლო და ვეძებ საშხაპის ძირს. ვერ გადავწყვიტე უბრალოდ ხუთკუთხედი ავულღო თუ. მოკეთ ამას მე მოვიფიქრებ რა. ახლა მოვედით ხის მასალის ასარჩევად, რომელიც უნდა გავაკეთოთ სხვენში. როგორც იცით, ზედა სართულზე ვაკეთებთ სხვენს, სადაც მექნება ასევე კიბე. კიბეს გაჩვენებთ აუცილებლად. ნახე რა მარტივია რა. არ ვიცი სადმე მიწარო მექნება ქალაქ გარეთ, აი ამას უეჭველი გავაკეთებ. ძალიან კაია. 154 თქვენ ხართ? აკცალიათ? სხვენს ვაკეთებ სახში, საკერძო სახში. და ფანერები მინდა, ან რაღაცა მოკეთ იატაკი, რაზეც ვივლი მე. ეს დრეკადი მასალა არის, ამიტომ ჭირდება სქელი ფენა უფრო რა და ყველას ვინც მსგავს რაღაცას დააპირებთ, გირჩევთ რომ მინიმუმ 1.8-იანი, 1.8 სანტიმეტრის აიღოთ. ესე ვაკეთებ, რომ ხის დიდ ძელებს ყოველ 60 სანტიმეტრში ერთხელ ვდებ, იმიტომ რომ ქვაბამბა 60 სანტიმეტრი არის უკვე მოჭრილი და ამათ შორის დადგება და ზემოდან უკვე მე გადავადებთ ამას. ამ ფანერს, აი ნახე რამ სისქეა, ახლოდან ნახე. ნახე. ეს იქნება სქელი და აღარ ექნება ჩაღუნვები, მყარიც იქნება და თამამად ვივლით ზედ. ხო, რაც დამავიწყდა ამასაც და სახში რა მასალასაც იყენებთ, აუცილებელია რომ დავამუშავოთ სპეციალური ხსნარი ჭიებისგან, რომ ხეს არ გაუშვდეს ჭია და არ დაფქვან და არ გაუბედურონ. კიდე ცეცხლგამძლე რო იყოს და ნესტგამძლე რა. ამას გადაუსვავთ ჩვენ OSB-საც. ჩვენ OSB-საც და ბალკებსაც გადაუსვავთ და ეგ არის. ოპა, ოჩა. ოჩა. კოტე ვეღარ მომყავს. ყველაფერი ავარჩიეთ რაც გვინდოდა. ზოგადად ძალიან ბევრი რაღაცის წამოღება მინდა ხოლმე დომინოდა, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი აქვს და ნახე ნანეირი ამას თარვა გამოაღება. ბეჭდების და რაღაცებს სამკაულების შესადებია. აუ რა მაგარია ეს მაკას ძალიან მოეწონებოდა. აქ რომ მოდივარ ხოლმე ყველაფერი მინდება რომ წამოვიღო. ძალიან დაღლილი ვარ და დღეს უნდა დავისვენო აუ რა ლამაზი ჭიქებია. ჭიქები? ჭიქარგინა? ფერადი ჭიქო. საკმარისი, აი ესე დადიხარ ანუ. ხო, ასე დადიხარ. მოგვიტანეს გუშინ ყველა საჭირო ხის მასალა და გოჩამ უკვე დაიწყო სხვენში ამეების დალაგება. არ გვინდა თავიდან სხვენის გაკეთება, მაგრამ მე ვიფიქრეთ რომ ამ ხელას სივრცე რო რჩება, სათავსოდ მაინც გამოვიყენებდით და ნუ რავი, ნაძვის ხეს შეაგდებ რა და ხელა ფართობი გამოჩნდა რომ ბევრად მეტი ნივთიც დაეტევა და ზოგადად კერძო სახლში აი ეს ხარახურა არასდროს არ ილევა და დარწმუნებული ვარ ეს სივრცე გატენილი გვექნება ზედმეტი ნივთებით. და ნელ-ნელა გაჩვენებთ დასრულებულ შედეგსაც. ესეც ჩვენი კიბე. რომელიც ჩამონტაჟდება აი აქ. ჩვენ სხვენი გვაქვს.
ანუ იმაზე დიდი სივრცე არის, ვიდრე წარმოგვედგინა. Რაღაცას რო ყიდულობთ ტექნიკას და გარანტიაზე რო გეუნებიან ყუთი შეინახეო. ეგ ყუთი სადღაც ხო გაქვთ ხოლმე? ალბათ აი მაგ ყუთებს ამოვიტანთ აქ. და კიდე აი ფილმებში არის ხოლმე, სხვენში რო ადიან ხოლმე და ძველი ნივთები რო არის ხოლმე რა. ეს კარგად არ გამოვიყურებ, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს სხვენი. რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია დავიწყოთ ჭერის გაკეთება, ანუ გიფსოს გაკეთება. ახლა დომინოდან მოვა მანქანა. გიფსოც ბანემ დომინოში შევუკვეთეთ. დღეს არა და ხვალ მოვა გიფსოს საუკეთესო ხელოსანი, რომელმაც წინა ბინაშიც გაგვიკეთა ურთულესი ჭერი, ხალხო, ანუ აი ურთულესი დავალება ქონდა, საშინელი, არასტანდარტული ჭერი ქონდა წინა სახლში და ერთ-ერთი საუკეთესო ხელოსანი ყავდა. ძალიან ისე კარგად მახსოვს. ყველაზე ესეთი ნათელი წერტილი იყო წინა რემონტში და რა თქმა უნდა, პირველი მას დაურეკეთ, როდესაც გიფსოზე მივედით. თავარია მგვამია, რომ წვიმა სანამ დაიწყება, მანამდე ავიტანოთ ესე. აი, ბარემ ეს წავიღოთ, შევიტანოთ. აუ, დაიწყო წვიმა. თქვენც ხართ მოწმე, რომ რამდენი ტვირთი მოგვივიდა, იმდენი წვიმა დაიწყო. წესით დილით უნდა მოეტანა დომინოს, მაგრამ რატოღაც ბევრი შეკვეთა ქონა და საღამოს მოიტანეს, აი ზუსტად წვიმა რო დაიწყო მაშინ. ახლა გავაგრძელებთ თქვენის ნებართვით ბოდიში, თან ვერ ვიღებ და თან ასეთ სიტუაციებში ვერ მუშაობთ. ამიტომ დროებით. აი კაკლის ხერა მაგარია. სუკაკალი გვაქვს სახლში. და ყველა ვინც მოდის, ყველა ჭამს ხოლმე. და სხვათა შორის ციყვიც ყავს. გაიცანით, ეს არის აჩიკო. მე სამე ჩემ გავამწერ. მოიწია კეთ. აჩიკოს ქონდა ბედნიერება, რომ ციყვი ენახა და აჩიკომ გადაუღო. რა სუკანია შეხედე. დღეს ჩემ დაკალთან და მის შულთან ერთად, რომელიც არის ჩემი ნათლული, მივდივართ კასლენდის სასტუმროში, რომელიც არის წალკაში და აქვს ძალიან ბევრი ატრაქციონი და მაგიტომ იმყავს ჩემი ნათლული. ფიქრობ, რომ ძალიან მოეწონება, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში მაგასთან ასოცირდება, რომ უნდა გაერთოს ჩემთან ერთად. ხა და ეხა ველოდები რომ მომაკითხავენ და წავალთ ერთად. ყოველად წმინდა ღვთისმშობელი გიწეოდეს, დაგიწოს, დაგიფაროს ავისა და ბოროტისაგან. იხარეთ, იბღეგრძელეთ და იჯამცელეთ, შვიდობით ჩადით და მშვიდობით და ბედნიერად იყავით. გაიხარე დედუ, მიყვარ ხარ ძალიან. მეც მიყვარხარ. კოდში გაგაღვიძერები. მზად ახარ სასრიალოდ? კი. ყველაზე უნდა დაჯდე ხუთივეზე? კი. სოფო შენ მზად ხარ? სოფოს ვაძალებ ზიპლაინს და ჩუსტები წამოვიღე, ვიდეოში ხო ვიცახე. ახლა რომ ფიქრობ, რომ ფეხებში არაფერი არ მექნება. თორმეტი მინდა ფეხზე ჩუსტები მაინც მეცვას. მე და სოფო ვართ კურსელები. მანამდე ხატვაზეც ერთად დავდიოდით მასწავლებელთან და ერთად ვემზადებოდით და ერთ კურსზე მოხვდით გრაფიკულ დიზაინზე, ერთ პროფესიაზე და მაგეთ სტუდენტობის დროს თითქმის ყოველ დღე ერთად ვიყავით. მე არ მახსოვს, რომ ერთად არ ვიყავით რა, ანუ ძალიან ერთად ცხოვრობდით და ერთად გადაგგონა ყველა პრობლემა და მე ისე მოხდა, რომ სალაშქრო ორგანიზაცია დავაარსეთ და დაშბაშის კანიონიც ნანახი გვაქვს მრავალჯერ. 2016 წელს დავდიოდით და მაშინ ის ხიდი ნამდვილად არ იყო, ეხლა სადაც მივდივართ. შუშები რო იქნება იმაზე. შუშის გასვლაზეც ნერვიულო? აიმე. სიმაღლის შიში გაქვს? არ გაქვს, ეხა აჭარბებს. მე მგონია რომ ჩემთან არ შეეშინდება. შენთან სხვა გზა არ მექნება. მანდე არას ძალიან დიდი სივრცეა. აქეთ არის ესეთი ასასვლელები და ჩამოსასრიალებლები. წეღან ბატუძე ვიხტუნავთ მე და სოფო. ველოსიპედი გადაწყდა რომ ხვალ არის, იმიტომ რომ დღეს ცოტა ცუდია მინდია და დავიკიდეთ. და აქ არის კიდე თოკების პარკიც. ნიკოლოზი გავუშვით კარტინგებზე და სოფო ემოციურად არის. მარტო რო გავუშვი არ გჯერა. გამესარდა. ჩუპა-ჩუპსის კუდი როგორ გიხდება ბიჭო? შეიძლება ბევრი რაღაცა ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ოსმო ბევრგან ვერ შევიტანე, მაგრამ
მე მგონი მაგრად გავერთეთ პირველი ძალიან მაგარი იყო, აი ძალიან რომ მეგონა რომ ვერ დავჭდებოდი თურმე არ ყოფილა ეგეთი საშიში. თოკების პარკში იარა. მე კადრებს გაჩვენებთ ტელეფონით ვიღებდი უფრო. სასრიალობის მერე ჩავედით აუზში, მერე ჯაკუზში და ისე მოვითენთეთ, ისე დავიღალეთ ამდენი სრიალის და ჭუმპელაობის მერე რომ 9 საათზე ჩავწექით. ჩემი საყვარელი ტრადიცია ხო იცით სასტუმროებში ნიღბის გაკეთების ტრადიცია გადავეცი. ცალი ხელის გაშვება შემიძლია? ძალიან მიხარია რომ ყველა ატრაქციონზე არის GoPro-ც დამაგრებული და შეგიძლიათ გადაიღოთ და შემოგთავაზებთ ამ კადრებსაც. სოფო zip bike-ზეც დაჯდა და საქანელაზეც. იმის არ გონდა. იმის მიხედვით რომ სხვა გზა არც დავუტოვე. ძალიან დიდი ხანი თხოვდა რომ არ უნდა, მაგრამ ნანოობ. არა, ყველაფერი რაც გამოცდილი მაქვს ცხოვრებაში ელენეს დაყოლიებით მაქვს გამოცდილი. ხიდზე პირველად ჩემთან ერთად გადავდილი ყველაფერი და დღეს მეც ვაფეხსაცველები და ბოლოს მაინც გავრისკერა, ძალიან კაი იყო. ნიკოლზე არის ახლა ბატულზე, აი ბატულზე რა უნდა მოუვიდეს, მაგრამ რაღაცა ვიდეოები გვაქვს ნანახი, რომ აი შეიძლება მოგივიდეს ახლა რა, ცუდად დახტეან, ცუდად გადმოტრიალდე და რაღაც მომენტში წაიქცა და ორივე ნიკოლოზ აი ბავშვი წაიქცა რაღაც ამატებ რა და მანდ გვაქვს დედა ჩვენების გამოყოლებული ტრამვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ წავიქცეოდით მაგის კი არ გვეშინოდა, მერე რო დედა ჩვენს არ ეჩხუბა მაგისი, ხო და ეხლა დედა ახლა თუ უყურებ, იცოდე რომ შენს ტრადიციას არ გავაგრძელებ. ეგ რაღაცნაირად ეგ ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ ჩვენ, რომ ძალიან ვცდილობ, რომ არ დავუმატო ხოლმე მე. წაიქცა, უთხარი რა, მერე რა ადეგი, არა, რაღაცე უმატებ. მე მგონი ამასაც ჩვენი ეშინია. აკიტო არიღებს ხმას რო იქნება. ახლა დაგვრჩა კარტინგები და მე მგონი ყველაფერი იყო, რაც აქ შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა. ყველა ატრაქციონი დავტესტეთ, ზოგი 2-2ჯერ. დღეს ძალიან კარგი ამინდია და მზეშიც გავედით ველოსიპედით. თავისინებით წამოვიდა, სხვათა შორის სოფო გუშინკი ეშინოდა, მაგრამ ახლა თავისინებით წამოვიდა და მზეშიც თვალგახელილმა გაიარა ის შუამდე ზიპლაინით. ნიკოლოზ, კმაყოფილი ხარ? კი. აქ დავასრულებ ამ ვლოგს, რაღაცნაირი ემოციური და ნოსტალგიური ვლოგი გამოვიდა საბოლოოდ და თან რაღაცნაირად მეგობრებზეცაა და ძალიან ვისიამოვნე მონტაჟის დროს. ბოლო თვეები მქონდა მონტაჟის პრობლემა და ვფიქრობ მოვაგვარე და იმედი მაქვს მოვუხშირებ ვიდეოების დადებას. თქვენგანაც ძალიან გამიხარდება კომენტარები ან ლაიქები ან არხის გამოწერა, мотиваციას მომცემს და რა თქმა უნდა მადლიერი ვიქნებ. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ, მიყვარხართ და გოცნით ბევრს.